ევროკავშირის პოლიტიკასა და მარტა კოსის მიერ გახმიანებული იდეის შესახებ განცხადებას აქვეყნებს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკური პარტიის შეფასებით ევროპელი ბიუროკრატები ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი თანასწორობის პრინციპს ფორმალურად ფურცელზეც კი აღარ იცავს. ვრცელ წერილში წერია, რომ Deep State-ის დაქვემდებარებაში პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ. ამ თემაზე ნეიტრალური საქართველოს დებატებს ითხოვს. ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, რომლის წარსულ საქმიანობასა და იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებული არაერთი შეკითხვა არსებობს, განაცხადა, რომ განიხილება იდეა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმისუფლება არ ექნებათ. გამოდის, თუ კი დავუშვებთ, რომ საქართველოს ოდესმე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას ისევე როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმისუფლება, თუმცა ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან. ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა თუ რა ფორმალური წესები არსებობს ევროკავშირში და ორგანიზაციას რა სახის ბერგედები გააჩნია წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად, ყველამ კარგად იცის, რომ მარტა კოსის გაჟღერებული იდეის მიღმა დიდი საფრთხე იმალება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ფაქტობრივად შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება საქართველოს გარეშე მიიღოს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, როგორ ებრძვის ევროპული ბიუროკრატია განსხვავებულ შეხედულებებს, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად საბოლოოდ გადაწყვიტეს ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრი, რომელიც მათ ხედვებს ეწინააღმდეგება. თანაც ამის გაკეთებას ყველაზე უხეში ფორმით ფიქრობენ და იმ ორგანიზაციაში წევრობისთვის, რომელიც მრავალფეროვნებისა და თანაბარუფლებიანობის იდეას დაეფუძნა, ქვეყნებს საკუთარი ხმისუფლების დათმობასა და უსიტყვო მორჩილებაზე თანხმობას თავაზობენ. ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვა მოლოდინის შექმნა. თითქოს ევრობიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის სეგრეგაციის პრინციპით ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ. პარალელურად საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები ამ წყალობისთვის მადლიერები უნდა დარჩნენ. ევროპელი ბიუროკრატები ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირის საბჭოთა კავშირზე შორს მიდის და თანასწორობის პრინციპს ფორმალურად ფურცელზეც კი აღარ იცავს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი გადაიქცა გაერთიანებად, რომლის წიაღშიც ბრიუსელიდან მომავალი შეხედულებისგან განსხვავებული ნებისმიერი აზრი დაისჭება და უხეშად ჩაეხშობა. განვლილი წლების განმავლობაში განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ ქართულმა სახელმწიფომ გამოსადა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია, რაზეა წამსვლელი კონკრეტული სახელმწიფოებისგან მონური მორჩილების მისაღებად. რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და საკუთარი ეკონომიკის ჩამონგრევის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნისა და კონფლიქტში საქართველოს ჩართვის მოთხოვნაზე უარის პასუხად გარე ძალების მორჩილი ადგილობრივი რადიკალების მხრიდან დაგეგმილი რევოლუციების დაფინანსება და ხადისება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მთელი რიგი გადაწყვეტილებების იძულების მცდელობები, გამუდმებული შანტაჟი სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და კონკრეტული ინსტიტუციების წარმომადგენლების წინააღმდეგ უსამართლოდ ამოქმედებული სადამსჯელო ღონისძიებები და დაწესებული სანქციები ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან წამოსული დირექტივების უსიტყვო შესრულებაზე უარის თქმამ გამოიწვია. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს არა წევრი, არამედ მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. საბოლოოდ მივიღეთ მოცემულობა, რომ ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც მთელ რიგ ერებს წლების განმავლობაში აღთქმულ მიწამდე მიახლოებისა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიაში აცხოვრებდნენ, ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ, თუ კი ისინი მათ წესებს დაემორჩილებიან და ამავდროულად უარს იტყვიან იმ უფლებებზე, რომელიც დღესდღეობით ორგანიზაციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს გააჩნიათ. ეს კი ლამაზად შეფუთული მონობაა და სხვა არაფერი. მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს Deep State-ის დაქვემდებარებაში პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ, თუმცა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია იდეოლოგიური თვალსაზრისით კონკრეტული ქვეყნების შიგნით ხელისუფლებები ერთი რიგითი ინდივიდისგან რა სახის ქცევას მოითხოვენ და მათთვის მიუღებელი ქმედების შემთხვევაში არასადამსჯელო ღონისძიებები არსებობს. გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში პოლიციამ მოქალაქეს ეროვნული დროშის საჯარო დაფრიალება აუკრძალა.
მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მსგავსი ქმედება იმ ადამიანების უფლებებს ლახავს, რომლებიც გერმანიასთან არ არიან ასოცირებული. ამ ამბავში კი ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ გერმანიის დროშის ფრიალს, რაც წესით თითოეული გერმანელისთვის სიამაყის გამომწვევი უნდა იყოს, გერმანელი პოლიციელი კრძალავს სხვების უფლებებზე ზრუნვის მოტივით მაშინ, როდესაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ საკუთარ ქვეყანაში ეროვნული დროშის ფრიალი შეიძლება ვინმეს უფლებებს არ ხვევდეს. სამწუხაროდ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ევროპულ საზოგადოებაში დანერგვით, საგანმანათლებლო სისტემაში შეღწევით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ხელისუფლებების სრული კონტროლით Deep State-მა ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ევროპული სახელმწიფოები იქამდე მიიყვანა, რომ პოლიციელები საჯარო სივრცეში ეროვნული დროშის დემონსტრირებას კრძალავენ. თუმცა ეს ყველაფერი გუშინ ნამდვილად არ დაწყებულა. ეს წლების წინ დასახული გეგმის აღსრულების პროცესში ბოლო ეტაპია და მიზნად ევროპული სახელმწიფოების ტრადიციული და ეროვნული ღირებულებებისგან სრულად დაცლას ისახავს. უკვე დიდი ხანია, რაც Deep State-მა ევროკავშირის ხელმძღვანელების და კონკრეტული ეროვნული ხელისუფლებების ხელით ევროპული ქვეყნები აიძულა, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა უკიდურესად შეერბილებინათ და მილიონობით არალეგალი მიგრანტი საკუთარ ქვეყნებში მიეღოთ. 13 ივნისიდან ევროკავშირში ოფიციალურად ამოქმედდა მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი, რომელიც მიგრანტების სავალდებულო განაწილების მექანიზმსაც მოიცავს და წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის მიგრანტის მიღებას ავალდებულებს. ეს რიცხვი კი კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ითვლება. ახლად ამოქმედებული პაქტის წესების თანახმად, თუ კი ქვეყანა მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვის თითოეულ იმ პირზე, რომელიც თავშესაფარს ვერ მიიღებს, 20,000 ევროს გადახდა მოუწევს. აღნიშნული თანხა კი სპეციალურ ევროპულ ფონდში მოიყრის თავს. ცალკე საკითხია, მიგრანტების მიღების შემდეგ ამ ქვეყნებში რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები, უარესდება თუ არა მაგალითად სოციალურ-ეკონომიკური თუ კრიმინოგენული მდგომარეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროკავშირის ხელმძღვანელობა სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას აიძულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე დამკვიდრდებიან, მულტიკულტურალიზმის ერთი შეხედვით კეთილშობილური პრინციპის დაცვის მოტივით, მასპინძელი ქვეყნის შვილებს საკუთარი სამშობლოსადმი პატივისცემისა და სიყვარულის საჯაროდ გამოვლენის მცდელობებს უკვე სტუმარი და შეფარებული ადამიანების შეურაცხყოფაში უთვლიან. რაც სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ბოლომდე შელახვა, ყველანაირი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების უხეში ფეხქვეშ გათელვა და სხვა არაფერი. მსგავსი რეალობა სწორედ Deep State-ის გავლენამ და ევროპული ბიუროკრატების ქმედებებმა განაპირობა და კარგად უნდა ვიაზრებდეთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისკენ სწრაფვა მონური მორჩილების სანაცვლოდ ორგანიზაციაში მიღება, შემდეგ მათი წესების დაცვის მოტივით ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე უარის ხმის იძულება, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დაშვება და LGBT დღის წესრიგის თავზე მოხვევა საქართველოს ისეთივე მდგომარეობას უქადნის, როგორც ევროპის კონტინენტზე უკვე ნორმად იქცა. ამ ფონზე ქართული ოცნება საქართველოს მოსახლეობისთვის ჯიუდად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ჩვენი ეროვნული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. მის სათავეში არსებული ბიუროკრატები მათ შეიცვლებიან, ევროპამ ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს დაუბრუნდება, ჩვენგან უპირობო მორჩილებას აღარ მოითხოვენ, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებას, მხარეების პოზიციების კვლავ დაახლოებასა და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას განაპირობებს. მათი მტკიცების საწინააღმდეგოდ ყველაზე უკეთის ფაქტები მეტყველებს, რომლებსაც ევროპის კონტინენტზე ვაწყდებით. სწორედ ამიტომ მიუმართავთ ქართულ ოცნებას, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული. გსურთ საქართველოს Deep State-ის უსიტყვო მორჩილების პირობებში სუვერენიტეტის გარეშე ისევე აგრძელებდეს არსებობას, როგორც მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები. ისეთ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, რომელიც ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ ვალდებულებებს იზიარებს და უფლებებს თმობს. გსურთ მომავალში ქართველი პოლიციელი საქართველოს შვილს დროშის ფრიალს უგრძელავდეს. თუ კი ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე. გაუმხილეთ ქართულ საზოგადოებას სიმართლე და იცავით ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი შვილების მომავალი. თუ კი უარს ამბობთ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმაზე, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი ხალხის წინაშე გთავაზობთ დებატებს, რომლის შედეგადაც ჩვენი საზოგადოება თავად აწონ-დაწონის ჩვენ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, შეაფასებს ფაქტებს და დასკვნებსაც გამოიტანს. ამავდროულად მიუმართავთ ტელეკომპანია იმედს, თუ კი ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს აღნიშნული დებატების გამართვა და დაინტერესებული მხარეების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპონენტთან არგუმენტებით ვიგამართოთ და ქართველ ხალხს ევროკავშირის შესახებ ერთადერთი სიმართლე ვუჩვენოთ.